ღია ეთერში დაგიბრუნდით დღის თემით. შავი პარასკევი და მომხმარებლის უფლებები. ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად ოლიკო კობახიძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელია ჩვენთან. მოგესალმებით, ქალბატონო ოლიკო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თემა ძალზედ აქტუალურია და ვიცი რომ ძალიან ბევრ საჭირო და საინტერესო საკითხზე ვისაუბრებ, ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. მოგესალმებით. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისათვის და ამ თემით დაინტერესებისათვის მივესალმები ჩვენს მსმენელებს. დაგეთანხმებით ნამდვილად, რომ ეხლა არის წელიწადის ის პერიოდი, როდესაც მომხმარებლის და მოვაჭრეების ქცევა გაურმაგებულია, რიგ შემთხვევაში პიკსაც აღწევს მათი აქტიურობა, მოვაჭრეები აქტიურ რეჟიმში სთავაზობენ მომხმარებლებს საქონლის მომსახურების შეძენას და მომხმარებლების რიგ შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან ამ პერიოდს, რათა მათთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინონ სასურველი საქონელი. შესაბამისად ამ პროცესებში, როდესაც ხდება მოვაჭრის აქცენტირება ფასზე, ალბათ გასაკვირი ნამდვილად არ არის, ხო? შესაბამისად, ჩემი კითხვა იქნება თუ რა მდგომარეობა ფასების გამჭვირვალობაში. ეს აინტერესებს ყველას, რა თქმა უნდა, და რამდენად იცავენ მომხმარებლის უფლებებს საქართველოში. კეთილი, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. ფასი დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, რა ინფორმაციაზე დაყრდნობითაც მომხმარებელი საბოლოო ჯამში იღებს გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით ფასდაკლებების პერიოდში, იქნება შავი პარასკევის პერიოდი თუ წინა საახალწლო პერიოდი, შესაბამისად ფასების გამჭვირვალობა, არაბუნდოვანება არის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა, რათა დაცული იყოს კანონის მოთხოვნები და ასევე დაცული იყოს მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულება მოვაჭრის მხრიდან. რას გულისხმობს ახლა ეს ფასების გამჭვირვალობა ჩვენი მსმენელებისთვისაც უფრო გასაგები რომ იყოს, როდესაც მომხმარებელი სასურველ საქონელს შეიძენს ადგილზე, დაუშვათ მაღაზიაში ვიზიტის შემთხვევაში თუ იქნება ეს დისტანციურად ონლაინ რეჟიმში, ფასის შესახებ ინფორმაცია მას აუცილებლად წინასწარ უნდა მიეწოდოს. დამეთანხმებით, რომ ქართულ რეალობაში გავრცელებულია ძირითადად სოციალურ ქსელებში ესეთი პრაქტიკა, ხშირ შემთხვევაში მოვაჭრე მომხმარებლებს სთავაზობს გარკვეულ კონკრეტულ საქონელს, უთითებს მახასიათებლებს, პირობითად იქნება ეს ფეხსაცმელი, ზომა, ფერი, თუმცა არ უთითებს ფასს. შესაბამისად მომხმარებელს უწევს ზედმეტი ქმედების განხორციელება, ამ შემთხვევაში პირადში მიწერა რა არის ეს კონკრეტული საქონელი, ზედმეტი ქმედების განხორციელება, რათა მოიპოვოს ის ინფორმაცია, რა ინფორმაციას მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. შესაბამისად, როდესაც მოვაჭრე წინასწარ არ აწვდის ფასის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს, ეს იმთავითვე წარმოადგენს კანონდარღვევას. კი ბატონო, და აი თემა მოიტანა და ძირითადად ონლაინ ვაჭრობას თუ გადავავლებთ, ანუ თვალს, არასდროს არსად ფასი არ არის მითითებული. შესაბამისად, მეც მაგალითად ყოველთვის მიწევს თუ რომელიმე პროდუქციით დავინტერესდი, რა თქმა უნდა, პირადში და პირდაპირ გეუბნებიან მოიწერეთ პირადში. კარგით, სანამ კიდე ამ თემას განვავრცოთ და ონლაინ ვაჭრობაზე დეტალურად ვისაუბრებთ, ზოგადად, აი ფასდაკლებებზეც გვინდა აქცენტი გავაკეთოთ, ფასდაკლების ნამდვილობა, ანუ როდესაც დავუშვათ მაღაზიები აწევენ ფასს და შემდეგ მერე ფასი ეცემა. ანუ აი ეს რას მოიცავს? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ესეც ნამდვილად გავრცელებული პრაქტიკაა ქართულ რეალობაში და განსაკუთრებით წელიწადის ამ პერიოდში, როდესაც აქტიურად ცხადდება ფასდაკლებები და ხშირ შემთხვევაში ვიცით, რომ მოვაჭრეები წინა 2 დღით ადრე, 1 კვირით ადრე ხელოვნურად ზრდიან ფასებს, რათა ფასდაკლება უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს და მომხმარებელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მისთვის ხელსაყრელი პირობებით ყიდულობს კონკრეტულ საქონელს, ხო? თუმცა ეს წარმოადგენს უსამართლო კომერციულ პრაქტიკას, კანონის ენით რომ ვისაუბროთ, მომხმარებლის შეცდომაში შემყვან პრაქტიკას. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ მომხმარებელმა თავად გააკონტროლოს დინამიკა ფასის ნაწილში და თუ კი დააფიქსირებს შემთხვევას, რომ ის კონკრეტული ნივთი საერთოდ სხვა ფასი ღირდა ან საერთოდ არ მომხდარა კონკრეტული საქონლის რეალიზება იმ ფასად, ამ
შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს მომართოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განაცხადით. სააგენტო, რა თქმა უნდა, შეისწავლის ამ კონკრეტულ საკითხს, რამდენად ხდება მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და ფასებით მანიპულირება და რა თქმა უნდა, მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. და აი შესაბამისად, როგორი რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ყველას აინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მომხმარებელი მოგმართავთ. კი ბატონო, ეს ამ ნაწილსაც რომ შევეხოთ, სააგენტოს მომხმარებელმა უნდა მომართოს განცხადებით. როგორც აღნიშნე, ზოგადად ყველაზე კარგი ინდიკატორი ბაზარზე მდგომარეობის, ასე ვთქვათ, მდგომარეობის ასახვის არის მომხმარებელი, ხო? თვითონ მომხმარებელი აკონტროლებს თუნდაც ფასების ნაწილში, რამდენად შეყავს მოვაჭრეს მომხმარებელი შეცდომაში, რამდენად ახორციელებს შეცდომაში შემყვან არაკეთილ ინდისიერ კომერციულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში თუ კი მომხმარებელი დააფიქსირებს, რომ კონკრეტული მოვაჭრე დაუშვათ არღვევს კანონმდებლობას, მას შეუძლია მომართოს სააგენტოს განცხადებით. განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, ძალიან მარტივი ფორმაა, სულ რაღაც 5 წუთამდე მოითხოვს, დროს მოითხოვს მისი შევსება. შესაბამისად, ეს მარტივი ფორმა შეუძლია შეავსოს როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე ვიზიტის ფარგლებში და შეუძლია ადგილზე ესტუმროს სააგენტოს მომართოს განცხადებით და შემდეგ უკვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 10 დღის ვადაში სააგენტო გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა ადმინისტრაციული საქმის წარმოება იმ კონკრეტულ მოვაჭრესთან მიმართებით. კი ბატონო, და ონლაინ ვაჭრობას მინდა დავუბრუნდე ამ შემთხვევაში, რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლება, თუნდაც როდესაც დაუშვათ საქონელი არის შეცვლილი, მიწოდების დაგვიანება ხდება და კიდევ სხვა ძალიან ბევრი ფაქტორია და რა უნდა გაითვალისწინოს ონლაინ ვაჭრობის დროს თავად მომხმარებელმა. კეთილი, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ესეც ორი მიმართულება რომ გავმიჯნოთ. ერთი, როდესაც მომხმარებელი ადგილზე სარეწში შეიძენს საქონელს და მეორე, როდესაც ონლაინ დისტანციურად შეიძენს საქონელს. ორივე შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირების სტანდარტი არის მაღალი, თუმცა კანონი ამ ორ შემთხვევას ერთი მიმართულებით განასხვავებს. პირველი მიმართულება, როდესაც მომხმარებელი ონლაინ შეიძენს დისტანციურად საქონელს დამეთანხმებით, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა დატესტოს ეს საქონელი ხელით შეეხოს, ხო, დაუშვათ. ამ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შესაძლებლობას 14 კალენდარული დღის ვადაში ეს საქონელი მომხმარებელმა დააბრუნოს უკან. რა თქმა უნდა, გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, მაგრამ ზოგადი წესი არის, რომ როდესაც დაუშვათ ონლაინ შეძენილი საქონელი მიიღო მომხმარებელმა ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე 14 კალენდარული დღის ვადაში მას შეუძლია მისი უფლება. კი ბატონო, მისი უფლება დააბრუნოს ეს საქონელი და თავისთავად ცხადია, მოვაჭრემაც უნდა დაიბრუნოს. ტრანსპორტირების ხარჯი ამ შემთხვევაში უკვე მომხმარებელს ეკისრება. სააგენტომ ამასთან დაკავშირებითაც იმსჯელა, როდესაც დაუშვათ მომხმარებელი მიიღებს საქონელს და დატესტავს, ანუ იგივე ქმედებას განახორციელებს, რომელსაც განახორციელებდა ადგილზე ვიზიტის შემთხვევაში, ხო? დატესტვაში არ იგულისხმება ამ საქონლის გამოყენება. ანუ მომხმარებელს შეუძლია, რომ იგივე სარეალიზაციო სახით დააბრუნოს 14 დღის ვადაში ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე. სხვა მდგომარეობა გვაქვს, როდესაც მომხმარებელი ადგილზე შეიძენს საქონელს, ადგილზე შეძენის შემთხვევაში მოვაჭრე აღარ არის უკვე ვალდებული, რომ უპირობოდ მინდა ხაზგასმით უპირობოდ ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე ადგილზე შეძენილი საქონლის შემთხვევაში მოვაჭრე არ არის ვალდებული, რომ დაიბრუნოს. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ვერ მიიღებს ისეთ საქონელს, რომელიც პირობითად გამოიწერა? ან დახარვეზებულია. კი ბატონო, ან თუნდაც არის ნაკლოვანი საქონელი. ამ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს 2 წლიან გარანტიას. ოღონდ 2 წლიანი გარანტია მიემართება ისეთ ნაკლს, რომელიც არსებობდა თავდაპირველად. ანუ ეს ნაკლი არ არის გამოწვეული მომხმარებლის ზემოქმედების შედეგად. დაუშვათ პირობითად მომხმარებელმა შეიძინა
ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა თავდაპირველი ნაკლი და ეს ნაკლი აღმოაჩნდა ერთ თვეში. ამ შემთხვევაში უკვე კანონი ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებას, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა და ნაკლის აღმოფხვრა რაში გამოიხატება? შეუძლია მოითხოვოს როგორც ნივთის შეცვლა ან შეკეთება და თუ შეცვლა შეკეთება შეუძლებელია კონკრეტული ნივთის, მაშინ უკვე შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა, ანუ შეუძლია დააბრუნოს ნივთი და უკან დაიბრუნოს კი ბატონო ღირებულება ნივთის. ჩვენ საუბრობთ მომხმარებლის უფლებებზე, თუმცა მოვაჭრეების უფლებაც უნდა იყოს დაცული. ანუ პირუკუ თუ ხდება, თუ ქონიათ მსგავსი გამოცდილება, რომ დავუშვათ მოვაჭრის მიერ იქნა წერილი თქვენთან შემოსული. ზოგადად რა შემთხვევაში შეიძლება მოვაჭრის უფლება იქნას დარღვეული? ჩვენი სააგენტო იცავს მომხმარებლის უფლებას, კანონიც ჩვენი მსმენელის ყურადღებას. კი ბატონო, თუმცა მომხმარებლის უფლების დაცვაში რა იგულისხმება? ბიზნეს ამომხმარებლო ურთიერთობა ითვლება, რომ არის ასიმეტრიული ურთიერთობა და რას გულისხმობს? მომხმარებელი არის ხელშეკრულების დაუცველი მხარე. ანუ იგი არ ფლობს იმ ინფორმაციას, რასაც ფლობს დაუშვათ მოვაჭრე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სახელმწიფოს ჩარევა ამ კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხო? რომ დაბალანსდეს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა და იყოს დაცული მომხმარებლის ინფორმირების სტანდარტი, რათა არ დაგვეჩაგროს მომხმარებელი. კი ბატონო. და რაც შეეხება რეკლამას, მით უმეტეს ინტერნეტ სივრცეში ძალიან ხშირად გვხდება რეკლამები, გარკვეულ შემთხვევებში რეკლამას შეცდომაში შევყავართ. აი ეს სეგმენტი როგორ დავუშვათ რეგულირდება? თუ რეკლამამ შემიყვანა შეცდომაში და მოგმართეთ თქვენ. კეთილი, რეკლამაც არის კომერციული კომუნიკაციის ერთ-ერთი სახე. რეკლამის საშუალებით მოვაჭრე შეუძლია დაუშვათ გაზარდოს საქონლის რეალიზება, საქონლის თუ მომსახურების რეალიზება შესაბამისად, როდესაც მოვაჭრის მიერ ხდება ნებისმიერი კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის რეკლამირება კონკრეტული საქონლის, ხო? ეს აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე, მკაფიო და სიმართლეზე დაფუძნებული. ანუ ამ რეკლამამ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. პირობითად წარმოვიდგინოთ, როდესაც ხდება ფასტაკლების პროცენტის მასშტაბის რეკლამირება. დაუშვათ, მობრძანდით ჩვენთან და თქვენ დაგხვდებათ -70%-მდე ფასტაკლება, თუმცა მომხმარებელი მიდის იმ კონკრეტულ მაღაზიაში და მას ხვდება დაახლოებით 100 საქონლიდან 20 საქონელზე -30%-იანი ფასტაკლება, ხო? ანუ საბოლოო ჯამში -70%-მდე ფასტაკლება ამ შემთხვევაში ქმნის იმის ილუზიას, რომ პირობითად 100 ნივთიდან 90 ნივთი მაინც იქნება -70%-მდე ფასტაკლებული, ხო? შესაბამისად, ეს ითვლება შეცდომაში შემყვან რეკლამად. ასევე შეცდომაში შემყვანი შეიძლება იყოს, როდესაც ხდება მანიპულირება, დროით მანიპულირება, როდესაც ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება მომხმარებელზე პირობითად დროის უკუმთვლელით. მაგალითად, მოვაჭრე არეკლამებს თავის საქონელს, რომ ხელმისაწვდომი იქნება საქონელი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ჩართულია წამზომი, მაგრამ სინამდვილეში დროის უკუმთვლელი კი ბატონო, ნამდვილად. ხრიქს მოდით ასე დავარ. ქართულ რეალობაში ეს მანიპულაციური პრაქტიკები არის მრავლად გამოყენებული და მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით და სტანდარტიც კი დადგინდა, როგორ უნდა იმოქმედოს, ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც მოვაჭრემ თავაზობს 24 საათის განმავლობაში ფასდაკლებას, ან თუნდაც ლიმიტირებული მარაგი დაუშვათ კონკრეტული საქონლის, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს ჭეშმარიტი. თუ კი მეუბნება, რომ 24 საათის განმავლობაში იქნება ფასდაკლება, ეს აუცილებლად უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, თუ კი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მოვაჭრემ დაარღვია მისი უფლება, კიდევ ერთხელ განმეორდები, მომხმარებლის აქტიურობა ამ შემთხვევაში აუცილებელი, რათა მომართოს სააგენტოს და სააგენტომ კი ბატონო იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დიახ და რაც შეეხება შავ პარასკევს, აი რა ტიპის დაუშვებელი პრაქტიკებია, ასე ვთქვათ, ყველაზე გავრცელებული ამ პერიოდში? ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ერთი რო შეცდომაში შემყვანი რეკლამა, როდესაც
როდესაც დაუშვათ რაზეც უკვე ვისაუბრეთ და მარაგების შესახებ, მაგალითად, როდესაც მარაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ ხდება, პირობითად მომხმარებელი ფასდაკლების პერიოდში შეიძენს კონკრეტულ ნივთს, თუმცა 2-3 დღის შემდგომ მოვაჭრე ატყობინებს, რომ ეს ნივთი მარაგში აღარ არის, ამოიწურა, შესაბამისად უბრუნებს თანხას და რა ხდება, ხო? ამ შემთხვევაში მომხმარებელს ერთმევა იმისი უფლება და საშუალება, რომ ისარგებლოს ფასდაკლებით, თუნდაც სხვა ნივთთან მიმართებით, ან თუნდაც სხვა მოვაჭრისაგან შეიძინოს ანალოგიური საკონელი, ხო? ამ შემთხვევაში სწორედ ამ მიმართულებით იმსჯელა სააგენტომ ფასდაკლების პერიოდში, როდესაც არ მოხდა მარაგების მყისიერი განახლება და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისათვის, შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლის უფლების აღდგენა, ხო? მოვაჭრე ამ შემთხვევაში ვალდებულია, რომ იგივე პირობებში ჩააყენოს მომხმარებელი, ანუ იგივე ფასდაკლება შესთავაზოს მსგავსი ტიპის საკონელთან მიმართებით. ასევე ძალიან ხშირია ყალბი მომხმარებლების შეფასებები, სოციალურ ქსელში გავრცელებულია ეს პრაქტიკა, ასევე კი ბატონო, კომენტარების სახით, ასევე ხშირია, როგორც უკვე აღვნიშნე, ყალბი უკუმთვლელები, როდესაც 24 საათის შემდგომ კვლავ ისევ 24 საათის განმავლობაში წამზომი იწყებს დაუსრულებლად, კი ბატონო. კი ბატონო, და რა სანქციები აქვს გათვალისწინებული ამ შემთხვევაში მოვაჭრეებისთვის? კარგია რომ ამას შევეხეთ, იმიტომ რომ პრევენცირებისთვის საუცილებელია ნამდვილად, როდესაც მომხმარებელი მომართავს და სააგენტო განიხილავს ხო ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში საკითხს, თუ კი მიიჩნევს, რომ კონკრეტული მოვაჭრე არღვევს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებებს, ამ შემთხვევაში დარღვევის დაუდასტურდება მოვაჭრეს დარღვევა და სააგენტო განუსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც მან უნდა აღმოფხვრას ეს დარღვევა, აღუდგინოს მომხმარებელს დარღვეული უფლება და თავისი სავაჭრო პოლიტიკა, წესები და პირობები შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, თუ კი ამ ვადაში არ მოხერხდება კანონდარღვევის აღმოფხვრა, მერე უკვე გადავდივართ სანქცირების მექანიზმზე და ჯარიმა შეადგენს წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე ოდენობას. კი ბატონო, და შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა და მომხმარებელს, რომელიც ელოდება შავ პარასკევს, რას ეტყოდით და რას ურჩევდით? მომხმარებელს, რომელიც ელოდება შავ პარასკევს, მე ვურჩევდი, რომ იყოს წინდახედული, უპირველეს ყოვლისა დააიდენტიფიციროს, ვისთან იჭერს სახელშეკრულებო ურთიერთობას, ბრმად არ შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოვაჭრესთან, იმიტომ რომ მოვაჭრის იდენტიფიცირება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ანუ ვისთან ვამყარებთ ჩვენ სახელშეკრულებო ურთიერთობას, ვისთან ვართ ვალდებულები, რომ დიახ, კონკრეტული თანხა გადავიხადოთ. ასევე აუცილებლად ყურადღება გაამახვილოს ფასების მიაქციოს ყურადღება ფასების დინამიკას, რამდენად სწორად არის დაუშვათ მითითებული და მიიღოს ინფორმირებული და წინდახედული გადაწყვეტილება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა, ყველას მომხმარებლებს უპირველეს ყოვლისა მოვაჭრებს. მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ოლიკო კოპახიძე. ჩვენ შავ პარასკევსა და მომხმარებლის უფლებებზე ვისაუბრეთ. მადლობა, დროებით.